კიდევ ერთი სადავო ტენდერი, რომლის გამარჯვებული კომპანია ძალოვან უწყებებს ხორცს პროდუქტებით ამარაგებს. სამოქალაქო სექტორში კითხვის ნიშნებსა და შესაძლო კორუფციულ და ნეპოტისტურ გარიგებებზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ მრავალმილიონიანი ტენდერის ერთადერთი და უკონკურენტო მონაწილე იყო ის კომპანია, რომლის ერთ-ერთი მეწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის ოჯახის წევრია. კიდევ ერთი ფაქტი, რაზეც შეაჩერე კორუფციაში საუბრობენ, ის სოლიდური თანხაა, რომლის გადახდა თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე ჯარის ხორცს პროდუქტებით მოსამარაგებლად მოუხდა. ბოლო ტენდერი რო იყო 1.171.600 ლარი, აი ამასთან დაკავშირებით გაიგებს. ხო, ამასთან დაკავშირებით ზუსტად ყველაზე კომპეტენტური ყავს დირექტორი. კომპანია გერმანელი ყასაბი 70%-იანი წილის მფლობელს იმ ტენდერებზე ვეკითხებით, რომლის შედეგადაც ძალოვანი უწყებები ხორცს პროდუქტებით უნდა მომარაგდეს. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია გერმანელ ყასაბს რამდენიმე მეწილე ყავს. მათ შორისაა ივანე ჭიტაშვილიც, რომელიც კომპანიის 10%-ს ფლობს. მისი შვილი კი მიხეილ ჭიტაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის მაღალჩინოსანია. ჭიტაშვილი გენერალურ ინსპექციაში დისციპლინური დევნის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობს. შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კითხვას ჯერ კომპანიის მფლობელს ვუსვამთ. ივანე ჭიტაშვილი ხომ არის თქვენი პარტნიორი ასევე? კი, არის ხო ეს საჯარო ინფორმაცია დიახ. კი ბატონო. მისი შვილი ხომ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი? მიხეილ. დიახ. აი როგორ გონიათ მისი ფაქტორი არის ამ როგორ მეკადრება რაშუაში ორივე არის ძალოვანი რაშუაშია მიხეილი რაშუაშია ივანე ჩვენ 2011 წლიდან ვართ ამ ტენდერებში და 5 წელია მეტი არა მეტი ახლა ვიფიქრე უკვე მეტი გამოდის რა ხორცს პროდუქტების შესყიდვაზე კონსოლიდირებული ტენდერი შესყიდვების სააგენტომ გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა. მაშინ ტენდერი ჩაიშალა. ჯარის საკვების გარეშე რომ არ დარჩენილიყო თავდაცვის სამინისტრომ კომპანიასთან 100,000 ლარის პროდუქციაზე გამარტივებული შესყიდვა განახორციელა. გერმანელი ყასაბი ასევე ერთადერთი მონაწილე იყო თებერვალში გამოცხადებულ მეორე ტენდერშიც, სადაც ასევე ამ კომპანიამ გაიმარჯვა. ხელშეკრულება შესყიდვის ღირებულების ნაწილზე 1.171.000 ლარზე კი რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. გერმანელი ყასაბი, რომლის მეწილედ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის მამაა, ხორცს პროდუქტებით თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ერთად სხვა ძალოვან უწყებებსაც მოამარაგებს. კომპანიის მართვაში არ არის ბატონი ივანე ჭიტაშვილი ჩართული. მფლობელია 10%-იანი წის და შესაბამისად მაქვს შეხება უბრალოდ მენეჯმენტში არ არის ბატონი ივანე ჩართული. აი მას უთანხმებთ ხოლმე ესეც საკითხებს, აი საკმაოდ ცხოველ ტენდერსია ხო საუბარი? არა, ამის შეთანხმება კონკრეტულად ბატონი ივანე ჭიტაშვილთან არ ხდება. ტენდერში კომპანიის გამარჯვებაზე კითხვები ჩნდება სამოქალაქო სექტორში. კეთი ენუქიძე შესაძლო კორუფციულ ინტერესსა და ნეპოტისტურ კავშირზე საუბრობს. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სატენდერო კომისიის ხტომაზე, სადაც მილიონიანი შესყიდვის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ. კითხვები შეაჩერე კორუფციაში იმ თანხაზეც აქვთ, რომლის გადახდაც თავდაცვის სამინისტროს ტენდერის შემდეგ გამარტივებული წესით მოუწიათ. ეს არის მიხეილ ჭიტაშვილი, ივანე ჭიტაშვილის ვაჟიშვილი, რომელიც არის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დისციპლინარული დევნის სამმართველოს უფროსის მოადგილე. ხოლო ეს მიხეილ ჭიტაშვილი იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი კომპანიის გერმანელი ყასაბი 2010 დღეს ამ კომპანიაში 10%-ის წილის მფლობელი არის მამამისი ივანე ჭიტაშვილი. სატენდერო კომისიის შემადგენლობაშია კონკურენციის სააგენტოს მოქმედი ხელმძღვანელი ნოდარ ხადური. მისი განცხადებით შესყიდვის დეტალებს არ იცნობს, რადგან ხტომას უშუალოდ არ დასწრებია, თუმცა ნეპოტისტურ კავშირებს ხადური გამორიცხავს. ინფორმაცია არ გამიგია. თუ იმეს რაიმე ინფორმაცია კი შეიძლება დაუშვათ გახადოს საჯარო, მაგრამ მე მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან ძნელია ყველა კომპანიაზე, რომელიც მონაწილეობს ტენდერში, გაარკვევა ვინ არის, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, არაფერი მსგავსი მე არ გამიგია და ვერ გეტყვით ვის უკან ვინ დგას ამ კონკრეტულ შემთხვევაში. კომპანია გერმანელი ყასაბი ძალოვან უწყებებს 21 მარტიდან ამარაგებს. ტენდერის შედეგებთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ჩაატარა და მის შედეგებთან დაკავშირებით უწყება პასუხისმგებლობას იხსნის.